ზოგჯერ ისე მაგრად ვეჭიდებით ცხოვრებას, თითქოს გვეშინია, რომ ისწავა და დავკარგავთ ყველაფერს. ჩვენ ვაწყობთ გეგმებს, ვწერთ სიებს, ვებღაუჭებით ყოველ მცირე დეტალს და ამ ჭიდილში გადის მთელი ჩვენი ცხოვრების დრო. მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობთ ყველაფრის გაკონტროლებას, მით მეტად ვგრძნობთ, რომ დისტანცირდებით სასურველისგან და თავისით ინგრევა ყველაფერი. თუ შეგიმჩნევია, როდესაც წყვეთ კონტროლს და გაუშვებ მომენტს, ის თავისთავად ეწყობა შენი ჩარევის გარეშეც. არა იმიტომ, რომ შეწყვიტე მოქმედება, არამედ იმიტომ, რომ შენი ზედმეტი ჩარევით ხელი არ შეუშალე მას განხორციელებაში. ხანდახან გეჩვენება, რომ სამყარო არ გისმენს, რომ ყველა ძალისხმევა უშედეგოა და რაც მეტად ვცდილობ, მით უფრო ნაკლებს იღებ. მაგრამ შეიძლება სრულიად საპირისპიროდაც იყოს საქმე. შესაძლოა სივრცე გელოდება, რომ შეწყვიტო იმის მტკიცება, რომ ყველაფრის გაკეთება თვითონ შეგიძლია. მანამ სანამ ეს შენი შინაგანი ხმა არ გაჩუნდება, რომელიც ცდილობს ცხოვრებაზე ჭკვიანი იყოს და აკონტროლოს ყველაფერი, არაფერი გამოვა. როდესაც წყვეთ კონტროლს და სამყაროს, რომელიც შენზე უკეთესად ხედავს ყველა გზას, ანდობს შენს ცხოვრებას, მაშინ ყველაფერი თავისთავად ლაგდება შენს ცხოვრებაში. და ამ სიჩუმეში, სადაც არ არის მცდელობები და გეგმები, შენ იწყებ იმის შეგრძნებას, რომ ყველაფერი უკვე მოძრაობს და მოქმედებს, მაგრამ არა შენი სცენარით. ზოგჯერ უნდა გადაიტანო იმედგაცრუება ბოლომდე, რომ შეწყვიტო იმის ძალით დაჭერა, რაც ვერასოდეს იქნება შენი. ხედავ, როგორ იშლება გეგმები. ადამიანები მიდიან, კარები იხურება და ფიქრობ, თითქოს ცხოვრებამ ზურგი გაქცია. მაგრამ სწორედ ამ მომენტში იწყებს ის შენთან ნამდვილ საუბარს. როდესაც შენ აღარ ეძებ ნიშნებს, ისინი იწყებენ გამოჩენას. როდესაც პასუხის მოთხოვნას შეწყვეტ, ის მოდის ჩუმად, როგორც სუნთქვა. და შენ იწყებ შემჩნევას იმისა, რომ ტყუილად და უშედეგოდ არაფერი მომხდარა შენს ცხოვრებაში. ყოველი წარუმატებლობა, ყოველი დანაკარგი, ყოველი შეფერხება იყო იმ რიტმის ნაწილი, რომელიც უბრალოდ შენს გეგმაში არ ჯდებოდა. სამყარო არ ირღვევა შენს წინააღმდეგ. ის უბრალოდ ნელ-ნელა გაბრუნებს იქით, სადაც შეწყვეტ წინააღმდეგობის გაწევას. სამყარო შენს წინააღმდეგ არ არის. მას უბრალოდ არ შეუძლია მოქმედება შენი ჩაკეტილობის გამო. როდესაც კონტროლს თმობ, არ ნებდები. შენ ხსნის სივრცეს, რომ ნაკადმა შეძლოს გავლა. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდე, არ ეძებო პასუხი, არ გამოიგონო მნიშვნელობა, არამედ მისცე ცხოვრებას თვით გამომჟღავნების საშუალება. არ არის აუცილებელი იცოდე ეს როგორ მოხდება. შენ უბრალოდ უნდა იყო იქ, სადაც ეს ხდება. როდესაც შეწყვეტ ზეწოლას, სივრცე იწყებს გაწონასწორებას. როდესაც წყვეტ მოვლენების დაჩქარებას, დრო იწყებს თავისუფლად სუნთქვას.
როდესაც დათმობ ვინმე შეკავებას, შენ იწყებ სინათლისადმი სწრაფვას. სამყარომ უკეთ იცის, საითაც წაგიყვანოს, მაგრამ შენ ეს არ გესმოდა აქამდე, რადგან ძალიან ხმაურობდი. და თუ ახლაც გონია, რომ ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, იქნებ ეს სულაც არ არის ნგრევა და არის უბრალოდ გზის განთავისუფლება. დაფიქრდი ამაზე. გაუშვი, არა იმიტომ, რომ დაიღალე, არამედ იმიტომ, რომ მზად ხარ ენდო იმას, ვინც შენზე დიდია და შენზე მეტად ხედავს ყველაფერს და შენზე მეტი ესმის. როდესაც შეწყვეტ დაჭერას, ცივცე დგამს ნაბიჯს შენთან შესახვედრად. ამ დროს შენ აცნობიერებ, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ კი არა, არამედ ხდებოდა შენთვის, შენ სასარგებლოდ. ყველაფერი, რაც ადრე დაკარგვად გეჩვენებოდა, სინამდვილეში ეს იყო დაბრუნება. ყოველი არა, რაც გსმენია, უბრალოდ იყო დიახთან მიმავალი სხვა გზა. ახლა შენ აცნობიერებ, რომ ცხოვრება გელაპარაკება არა სიტყვებით, არამედ დამთხვევებით, შეხვედრებით, მოვლენების მოულოდნელი შემოbrunებებით, რომლებიც თავისთავად ეწყობა, თუ არ შეეცდები მათ უშედეგოდ გაკონტროლებას. შენ უბრალოდ მიდიხარ და გრძნობ სამყარო როგორ ეწყობა შენი ნაბიჯების ქვეშ. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისწავლე გზა, არამედ იმიტომ, რომ აღარ კამათობ ცხოვრებასთან. ახლა უკვე გრძნობ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა და შენ ამ უცნაურ სიმშვიდეს არ სჭირდება მტკიცებულება. უბრალოდ იცი სიმართლე სიტყვებისა და ლოგიკის გარეშე. უბრალოდ იმიტომ, რომ შენ მოიპოვე შინაგანი სიმშვიდე და სიჩუმე. ცხოვრება არ ითხოვს ძალისხმევას, ის ითხოვს ნდობას. ის გთხოვს, რომ შენ ისევ გახდე მისი სუნთქვის ნაწილი. და ახლა, როდესაც ყველაფერი განმარტივდა, ხედავ, რომ წინააღმდეგობა არც არასდროს არსებულა. იყო უბრალოდ მოქმედება, რომელსაც სურდა, რომ შენ დაბრუნებულიყავი სახლში. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას. ჩემო ძვირფასო, გთხოვ, გამოიწერო არხი, მოიწონე ვიდეო და გააზიარე. მოდი, ერთად გავავრცელოთ სინათლე და სიყვარული ჩვენს ლამაზ პლანეტაზე და შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ცხოვრება. დიდი მადლობა.